მოგესალმებით. დღეს მოვამზადე გოგრის ტარტი. 250 გრამი ფქვილი მოვათავსოთ ჯაბში. 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, წიკვი მარილი. 100 გრამი ღორის ქონი. ვისაც ღორის ქონი არ გაქვთ, შეგიძლიათ კარაქით ჩაანაცვლოთ. აი მივიღეთ ესეთი ცომი, ნახეთ. ფხვიერი და ნიკვრება. დავუმატოთ 80 გრამი შაქარი, 1 კვერცხი. მივიღეთ ესეთი ცომი, შევფუთოთ ცელოფანში და ჩავდოთ მაცივარში დაახლოებით 9 საათით. მოვამზადოთ შიგთავსი. 250 გრამი ხაჭო მოვათავსოთ ჯამში, 2 სუფრის კოვზი არაჟანი, 80 გრამი შაქარი, ვანილი, დავუმატოთ 250 გრამი მოხარშული გოგრა. დავუმატოთ 2 კვერცხი. დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი. პირდაპირ ყალიფშივე გავავტყელებ. ყალიფზე არ წამისვი არანაირი ცხიმი არ ჭირდება. შევდგავ ღუმელში 20 წუთით. ვაცხოთ 180 გრადუსზე ზედა ქვედა წვა, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. გავიდა 20 წუთი, ამოვიღოთ. ნახეთ. დავასხათ მომზადებული შიგთავსი. დავაბრუნოთ ღუმელში. გავიდა 25 წუთი, უკვე მზად არის. გემშვიდობებით მომავალ გემრიელ რეცეპტამდე. არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა.